მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი გადაცემა დიდი გადაცემა აგვისტოს დასაწყისამდე ეთერშია და ჩვენ ყავს სტუმარი, პირველი სტუმარი ჩვენი არჩილ გორდუაძეა, პარლამენტის წევრი. მოგესალმებით ბატონო ქართულოსნების წევრი. როგორ გძანდებით? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. კარგად, მადლობა. კარგი, ამით უნდა დავიწყოთ. ჯარიმები მცირდებაო. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და როდის განიხილავთ პარლამენტში ამ ამბავს? პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესაბამისი ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორშაბათს ბიუროს ხდომას წარედგინება და კვირის ბოლომდე უკვე სამი მოსკოვის საქართველოს პარლამენტი მათ შორის ერთ-ერთი თანაავტორიც გახლავართ. როგორ მცირდება რა მოცულობა? ცვლილება ეხება სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სახდელებს, ჯარიმებს. მოქმედი რედაქციის მიხედვით 15 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში 100 ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული, 40 კმ/სთ-ზე მეტი გადაჭარბება 300 ლარიან ჯარიმას იწვევს. ახალი ცვლილების მიხედვით 15 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე იქნება სახდელი 50 ლარის ოდენობით, 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე იქნება 100 ლარი, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით უკვე იქნება 300 ლარი. რომ წარმოვიდგინოთ პრაქტიკაში, მაგალითად ავტობანზე 161 და მეტით მიდიხარ, ამას შემთხვევაში იქნება 60 უკვე 300 ლარიანი ჯარიმა. აქ არის პროპორციულობა, თავარი არის რომ პროპორციულობა იყოს განსაზღვრული ერთი მხრივ რომ საგზაო უსაფრთხოება, რომელიც განუხრელად უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს არის როგორც მგზავრის, ასევე ავტომობილის მძღოლის და ამავდროულად სხვათა სიცოცხლეთა ჯანმრთელობის დაცვა, ამისთვის პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ ადეკვატურობა თვითონ დარღვევასთან მიმართებით. ამავდროულად ეს ყველაფერი არის მათ შორის დამოკიდებული ჩვენზეც, თითოეულ იმ ადამიანზე, რომლებიც ვატარებთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომ აი მაგალითისათვის რომ 15 კმ/სთ-ზე მეტი დადგენილი უმაღლესი სიჩქარე 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება, ეს არის დასაშვები. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ადამიანები იყენებენ, რომ ზუსტად ამ პლუს 15 კმ/სთ-ით იარონ. არადა რეალურად ამ 15 კმ/სთ სხვა დანიშნულება აქვს, მაგალითად გადასწრებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ. თავარი არის რომ თითოეულ ადამიანმა გავითავისოთ, რომ მაღალი სიჩქარე, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდი სიჩქარის გადაჭარბება რაც არის ეს 50 კმ/სთ და მეტი, რომელსაც განსაკუთრებული საფრთხე აქვს ყველასათვის და პირველ რიგში უკვე მძღოლისთვის და მისი მგზავრისათვის, აქ იყოს უფრო მაღალი სანქცია და საბოლოო ჯამში მივიღოთ პროპორციული და თანაბარი რეგულაცია ერთი მხრივ ორივე მიზნის მისაღწევად. კი ბატონო, თუმცა ეს გაიზარდა რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ მანამდე ეგრე იყო, ხო? მანამდე იყო, რომ 50 ლარი იყო 15-დან 40 კმ/სთ-მდე და 100 იყო 40-დან ზემოთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად სიჩქარეების გადაჭარბება არის 40 და კიდევ უფრო მეტი კმ/სთ-ით, 50-ია. ამიტომ არის გაზრდილი ჯარიმა, რომელიც ფაქტობრივად რჩება ისევ 50 კმ/სთ-ზე მეტი შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული მომეტებული საფრთხე. ხო, მაგრამ აი რომ გადაცდა ამ შემთხვევაზე ისევ იგივე რაც ადრე იყო ის იქნება, ანუ 50 ლარი. კი ბატონო. სხვა დარღვევებს ეს არ ეხება, ხო? ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, დაკვირვებას, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტიც და ფუნქცია ზუსტად ეს არის კანონის შემოქმედებითობის დროს, რომ ეფექტს დააკვირდა, რა რეაქცია იქნება, რა შედეგი იქნება და შესაბამისი კორექტირება შეიტანოს საკანონმდებლო აქტში. რამდენიმე კრიტიკული ხასიათის შეკითხვა მაქვს. მაგალითად ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის საქმე. პარლამენტი პირდაპირ თქვა და არაერთხელ უთქვამს, რომ ვინც ინანიებს დანაშაულს, ვინც უკმედითი მონანიება რა, ყველა ცხადია და ყველაფერი გასაგებია, იქ არაფერი გასაკეთებელი ამ მხრივ არ ქონდათ ამ ადამიანებს. მონანიების შემთხვევაში მათ აღიარების და მონანიების შემთხვევაში მათ საპროცესოებს გაუფორმებდნენ. რამდენად სამართლიანია სხვა ადამიანებისთვის, სხვა დანაშაულზე დაჭერილი ადამიანებს იქნებ ისინი მზად არიან რომ მოინანიონ და აღიარონ, მაგრამ მათ არ უკეთდებათ საპროცესო. მოდი ერთ რამეს გეტყვით, რომ ყველაფერი არის ფაქტებს დაფუძნებით უნდა ვისაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით. აი მაგალითად მე ბოდიში უკაცრავად ამ დანაშაულზე დაჭერილზე კი არ გეუბნები. ზოგადად ვსაუბრობ. ზოგადად სხვა ადამიანის სხვა დანაშაულზე. ამ ადამიანზე ამ დანაშაულზე დაჭერილი ადამიანების მე გული არ შემტკივა. გეტყვით. ვინც არ აღიარებს. სხვა მაგალითად ვიღაცა ადამიანი მოიპარა რაღაცა აღიარა
დიდი მადლობა მოუხადა რომ რა კარგია რომ დამიჭირეთო, მაგრამ მაინც მოდი ახლა ვთქვათ რა არის რეალობა და ფაქტებით რომ ვისაუბროთ, ხო? საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში. რომელსაც შემდეგ კვირაში მიურდულ საკითხთა კომიტეტი მოისმენს და შემდეგ პლენარ სხდომაზეც გენერალური პროკურორი წარდგება და ანგარიშს უკვე პლენარ სხდომას გააცნობს. ამ ანგარიშს თუ ჩავხედავთ, მაგალითად ვნახავთ, რომ წინა წლის განმავლობაში 86% შემთხვევაში სასჯელები და შესაბამისად დამთავრებული განაჩენები დასრულებული არის საპროცესო შეთანხმებით. 86%. განაჩენამდე არ არის მისული. ესეც განაჩენით მკიცდება საბოლოო ჯამში, მაგრამ აქ არა პირებმა აღიარეს მოქმედი მონანიება განახორციელეს და შესაბამისად 86% შემთხვევაში ანუ სასამართლომდე მისული ან სასამართლომდე არ მისული სხვადასხვა ეტაპზე 86%-მა ძალიან კარგია. ხო, ანუ ეს ერთი შეხედვით ეს არის რომ თითქოს რომ აი განსაკუთრებული შემთხვევა არის 4 ოქტომბერს დაკავშირებით და არა პირიქით არის. ეს არის აბსოლუტური არსებული პრაქტიკა და ამ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება და არა კონკრეტულად რომელიმე ადამიანისთვის. კიდევ ერთი დადასტურება არის იმისა თუ როგორი ჰუმანური მიდგომა აქვს ზოგადად სახელმწიფოს დანაშაულის და დამნაშავის მიმართ. იმიტომ რომ აქ არის მათ შორის დასაცავი ბალანსი დაზარალებულები რამდენად არსებობენ თუ არა, მზად არის თუ არა პირი რომ მიყენებული ზიანი ანაზღაუროს ან რაბადაში ანაზღაუროს. ამასთან დაკავშირებით ჩვენს საკანონმდებლო ცვლილებების ჰქონდა სულწუხნის წინ და ჩვენი გუნდის ინიციატივა იყო. თელ რიგ ფაქტორებზე არის ზოგადად დამოკიდებული. სუბუქ დანაშაულებზე ვცემდება. არა, დიახ, ახლა განსაკუთრებაზე დანაშაულები მაგალითისათვის რომ ვთქვათ რომ ძალადობრივ დანაშაულებზე აი მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის. ხო, კი, და სეკუნდა და ტერცია მოხლების შემთხვევაში აქ რთულია ახლა ისაუბრო ადამიანი რომელიც ყიდის სიკვდილს და განსაკუთრებული დიდი ოდენობით აქაც რა თქმა უნდა მიდგომა ისეთია რომ შედარებით უფრო ისეთ ჰუმანურია და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დანაშაული არ არის. ხო და აქვე საკანონმდებლო ცვლილებები არის რომელიც სავალდებულო მკურნალობა არის შემოტანილი მომხმარებლებისთვის. ესეც განსხვავებული მიდგომაა და ისევ და ისევ ბალანსია. ასე რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო პირიქით თუ გნებავთ რომ ისარგებლოთ იმ პრაქტიკით რა პრაქტიკაც აქვს საქართველოს პროკურატურას ამისათვის საჭირო არის აღიარება და ამავდროულად მონანიება. საინტერესო ფაქტი არის ერთი 4 ოქტომბერს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს მაგალითად მოლდოვის უმაღლეს თანამდებობის პირი ქალბატონი მაია სანდუმ დაასრულა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მაშინვე იფიქრა საქართველოს. ანუ თავისი მეორე ტური კი არ აინტერესებდა, არამედ იმდენად საქართველოს მოყვარულია, რომ 4 ოქტომბერს ამ ძალადობრივი ეგრეთ წოდებული აქციის და ეს აქციაც არ არის რეალურად ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობისას დაწერა თავის სოციალურ ქსელში, რომ იგი დგას საქართველოს მხარეს. შემდეგ სხვადასხვა ევროპარლამენტარებმა, საერთოდ IPP-მ, მთლიანად ამ გაერთიანებმა, უდესმა ჯგუფმა და სხვადასხვა პირებმა განცხადებები აკეთეს, რომ გაათავისუფლეთ, აი მაგალითად, გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები. ერთ საინტერესო ახლა ეს ადამიანები რა სიტყვიან და რას ამბობენ. 22-ია თუ სწორად მახსოვს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელმაც აღიარა რომ ჩვენ 4 ოქტომბერს დანაშაულს ჩავდიოდით და ინანიებენ ამ ყველას. 21-ია დაახლოებით კი არა ზუსტად. ხო, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ მოდი ახლა დავშვათ ესეთი კითხვა. ეს 22 ადამიანი ტყუის, როდესაც აღიარებს დანაშაულს, თუ მაგალითად რასა იუკნევიჩიანე თუ ის ევროპარლამენტარები ტყუიან, რომლებიც ამბობდნენ რომ ხაზგოში გავასწრო. პატივნის მონანიებას ძალა არ აქვს. ვიცით მაგათ რა თქმა უნდა ახლა ამათ რო კითხო ქოთანსადაც უნდა ყურს იქიდან მოაბავენ. მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ აქ რეალურად მოაზროვნე ადამიანები არიან საქართველოში. დამხობის ცდელობა. რა თქმა უნდა. უსუსური. მაგრამ არ გამოვიძიეთ ამ ვინც ამხობდა იმათი კავშირი უცხოელებთან. აქ საერთოდ უფრო პოლიტიკური ამბავია, თორე გამოძიებას რა უდგას წინ. რატო ვერ ვჯით? რატო ვერ გავდივართ იმ ადამიანებზე, რომლებიც ასევე კი არა, უხეშად ერევიან, აფინანსებენ, აგულიანებენ, ინტელექტუალური მხარდაჭერაა, რაც იმან თქვა, სანდუმ, სხვათა შორის.
და ის რო ითხოვენ გამოშვებას. ეგ არ არის ინტელექტუალური ხარდაჭერა. ნუ ხარდაჭერა არის. ეს არის წახალისება. წახალისება, კი ბატონო. ინტელექტუალური ხარდაჭერა კიდე შეიძლება ბილი ფორმით იყოს, მაგრამ ეს არის პირდაპირ წახალისება. და მათზე უნდა ამოქმედეს კანონი. რატო არ მოქმედებს? და ვინ თქვა რომ არ მოქმედებს? არა, მინდა რომელი უცხოელია პასუხისგებაში. მოდი ახლა ასე ვთქვათ, რომ რამდენიმე უცხოელი არის პასუხისგებაში მეც. ვინ არ ვიცი? კი, და ამავდროულად რამდენიმე უცხოელი დაკავებულიც იყო არა 4 ოქტომბერს, მაგრამ წინა პერიოდში. არა, პოლიტიკურ პირებზე. პოლიტიკურ პირებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასე გავრცელება კიდე სხვა ნაწილია. მაგრამ ამავდროულად მიმდინარეობს მაგალითად საქმის გამოძიებები მთელ რიგ პირების შემთხვევაში და აღარ შევიდეთ ამ კონკრეტულ დეტალებში პირებთან. დახმარება მტრულ საქმიანობაში. აი ელჩი მაგალითად ევროკავშირის ელჩი. ან გერმანიის ელჩი. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით რომ დღე და ღამე ამათ დახმარებაში ატარებს. ეგ ხო ვიცით? გერმანიის ელჩის ეპიზოდი ხო ვიცით? მოდი ასე ვთქვათ. რომელიც არღვევს ვენის კონვენციას მაგალითად. კი ბატონო, ნახეთ ვენის კონვენციას რომ არღვევს, ამიტომაც იყო ამოქმედებული ის მექანიზმი, რაც ამოქმედდა მაგალითად გერმანიის ელჩის მიმართ, ხო? არაერთ შემთხვევაში ეს იქნება დაბარება, ეს იქნება შესაბამისად გაწევაც ან დაბრუნების დროს შესაბამისი მოლაპარაკებებს ყოფნა. როდესაც აქ დიპლომატებზე არის საუბარი, აქ კიდე სხვა ურთიერთობები ერთად. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილდებით სხვა ქვეყანასთან ურთიერთობებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნებთან და ამ ქვეყნის ხალხთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ეს კონკრეტული ადამიანები დღეს არიან ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ამავდროულად მათ უკან მდგომი ძალების და მთავარი ეს ადამიანები დღეს შეიძლება შეიცვალონ საერთოდ. აქ ხო კონკრეტულ სახელ და გვარში არ არის პრობლემა და იდეაში ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. არა, აქ არის კონკრეტულად ამ ადამიანების უკან ვინ დგანან და რა ძალები დგანან და მათი მიზანი და მათი ინტერესი რა არის საქართველოს მიმართ. და მარტივია, გარე მართლობის დაბრუნება, როგორც იყო 2000-2012 წლებში, რომ როდესაც საჭირო გახდება მათთვის საქართველოს გადაიქცეს ეგრეთ წოდებულ ქვეყნად, ანუ პროქსი ქვეყანად და ნებისმიერი დავალება შესრულდეს და ისე რომ კითხვის ნიშნების არ დაიწყოს. მეტი რა გაჩნდა გასაკეთებელი ევროპირკუტებს მეტი რა უნდა დაუშავონ საქართველოს აი მეტი რა უნდა გააფუჭონ მეტი როგორ დაგვანახონ რიგ ჩიხია რომ ჩვენ შევწყვიტოთ იმას საუბარი რომ ჩვენ მაინც სადღაც მოვხვდებით ევროკავშირში ჩვენთვის რა არის მთავარი ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მაგალითად ქალბატონი რასა უკნევიჩიანი მარტაკოსი თუ კაია კალასი რა სიტყვის ჩვენ მარტაკოსთან და კალასებთან ურთიერთობა კი არ გვჭირდება ჩვენთვის აქ არის მნიშვნელოვანი იმ ორგანიზაციაში რომელიც შექმნილი არის და უნდა იყოს წესდარგი და რაიმფორმით როგორც ახლა არის ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია ეკონომიკური კავშირი მათ შორის თანასწორუფლებიანობა ადამიანებისა და ტვირთების თავისუფალი ან კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ჩვენ ეს გვჭირდება და რაც მთავარია ევროკავშირი შექმნილი არის თავის დროზე როდესაც შეიქმნა ერთ-ერთი საფუძველი მისი იყო ზუსტად რომ ის ევროპული წარსული კულტურა რომელიც საფუძველიც არის ქრისტიანული და ისტორიაზე დაფუძნებული. სამწუხაროდ ეხლა ხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს. და საერთო ჯამში იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბოლო რეზოლუციას თუ წაიკითხავს ადამიანი და გაანალიზებს თუ რა წერია, პირდაპირ ამოიკითხავს 30-იანი და 40-იანი წლების ცენტრალურ და დასავლური ევროპისთვის დამახასიათებელ იდეოლოგიას. ფაშიზმს კი ბატონო. ამავდროულად ზუსტად იგივე იყო დიდად არც არაფრით არ განსხვავდებოდა მაგალითად საბჭოთა კავშირის დროინდელი მიდგომები. ზუსტად იგივე ფურცელზე დაწერილი ვითომ უფლებები, აი მაგალითად 15-ვე რესპუბლიკას ჰქონდა უფლება რომ გასულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. მაგრამ პრაქტიკაში ეს თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო, ამის წესი არ არსებობდა და მე ბლისკულკის ეფექტი და ასე შემდეგ აღარ გადავიდეთ საბჭოთა კავშირი მაინც გაცილებით კარგი ქვეყანა იყო ვიდრე მოდი ახლა ერთ რამაზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ ევროპა დაბრუნდეს ევროკავშირში, ჩვენ შესახებ ვიღებდეთ ქვეყანაში გადაწყვეტილება საქართველოში რომელიც ჩვენი სამშობლოა რაც ხდება კიდეც და ყველას თანაბარ უფლებიანად ვესაუბროთ და რაც მთავარია კიდევ ერთი საკითხი რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მაგალითად ცალკე ამოგლეჯილი და განცალკევებული განდგომილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისგან და ისიც კარგად გვესმის რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს რაც თავისი შინაარსით პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ თავარი არის რომ სხვა ქვეყნის იქნება თუ სხვა ძალების ინტერესი რამდენად ემთხვევა ჩემი სამშობლოს ინტერესს და თუ ამ ინტერესებს შორის არის თანაკვეთა მაშინ შესაძლებელია ურთიერთობებზე საუბარი და პირიქით ჩორს მიმოგეგმების დასახვაც კი მაგრამ აქ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ამიტომ გეკითხებით რა უნდა დააშოს კიდე რა მოლიგის იგიჟე უნდა გააკეთო რომ ჩვენ თქვათ რომ ჩვენ არა ვართ
ვერ წავალთ ამ ევროპისკენ. თუ ნახავთ მაგალითად არაერთი ქვეყნის მაგალითს, იქნება ეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. მე ევროსკეპტიკოსების გამარჯვება. ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, ზრდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ერთი მხრივ ერთმანეთთან ეკონომიკურ და თანასწორუფლებიან კავშირებს საუბრობენ და ამავდროულად თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის გაზრდებისკენ თავის საქმეით ნაბიჯებს გამან. ბევრია ასეთი ქვეყანა და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებშიც. ხო, მაგრამ ევროკავშირი არის განწირული, ეს არის სწორედაც რომ კრაჩოვილი კავშირი ახლა, იმიტომ რომ დავიწყოთ იმით, აი ამაზე გამეცით პასუხი. ღიად ამბობენ რომ ახალ წევრებს თუ მივიღებთ 15 წელი მონობის სტატუსი ექნება, მონა იქნება. ეს კიდევ ცალკე არა, ნუ ახლა ხო გეუბნებია პირდაპირ მონად მიგიღებთო, კი ბატონო. უბრალოდ აი ასეთი განცხადების გაკეთება საერთოდ საჯაროდ როგორ შეიძლება მიხილოთ და ნახეთ ხშირ შემთხვევაში კი არა აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში რაც ადრე წლების წინ კულისებს მიღმა ხდებოდა და დახურულ კარს მიღმა ხდებოდა 2022 წლის შემდეგ აბსოლუტურად გახდა ეს ყველაფერი საჯარო. სამწუხაროდ იქამდე კი მივიდნენ რომ თურმე არსებობენ ქვეყნები და სხვა ყველა დანარჩენი. ჩვენ გვაქვს მაგალითად ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის დიახ მისი განცხადება რომ თურმე ევროკავშირი სამოთხო და სხვა ყველაფერი დანარჩენი ჯუნგლები. მაგრამ ამაზე ჩვენგანაც მიიღო შესაბამისი პასუხიც. ხო, ნუ ეგ ფაშისტური გამონათქვამია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ფიქრობ რომ თვითონ ტენდენცია რაც იქ მიმდინარეობს, ხო? ეს არის პირველ რიგში ევროპული რასის, მაშინ თუ ისინი ესე ამბობენ, მე ცოტა ანთროპოლოგიურ თემებს შევეხები. ევროპული რასის დამცრობა, ქრისტიანობის დამცრობა, საკუთარი იდენტობის დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს თელს ევროპაში, ინგლისში განსაკუთრებით. შემდეგ მიუხედავად რომ იმპერიული ამბიციები ისევ აწუხებთ, ეს პროცესი უფრო და უფრო მწვავდება, ევროპა კარგავს თავის თავს, დაკარგული აქვს უკვე, როცა ამბობენ რომ დასჯიან ახალ მიღებულებს, ანუ 15 წელი ვეტოს ვერ დაადებს და არაფერს არ შეეკითხებიან. ისე განახორციელებენ მის კანონმდებლობაში უხეშად ჩარევას. მაგალითად, ჩვენთან ისევ გვექნება LGBT თემის პროპაგანდის კანონი აღარ გვექნება, აკრძალვის კანონი აღარ გვექნება. საინტერესო რა იცით 2020 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და შემდეგ იდგა აქციაზე, სიცილით თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება სუვერენიტეტის დათმობას გულისხმობს, თქვენ რა გონიათ? მაგრამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საზღვარი, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს და ჩვენ გვაქვს მაგალითად სხვა ქვეყნის გამოცდილება იქნება სლოვაკეთი, პოლონეთი, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისაც უნგრეთი, სადაც დასაცავია, ისინი ძალიან ხმაღლად საუბრობენ ამ ყველაფერს. ევროსასამართლოში გაძევნება განკუთვნილ სუვერენიტეტის დაკარგვა პირდაპირ. აქ ვერ დაგეთახებთ. ნუ შეიძლება. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ მაგ საკითხთან დაკავშირებით. არა, ნუ დე ფაქტო ეგრე არის, კაცო. ჩვენ გვამოწმებენ რევიზია, როგორ ვასრულებთ სამართალს. ეს არის იქ გვაქვს რევიზია. ეგრეა. არ არის ეგრე ნამდვილად. როგორ არ არის, აბა არ არის ეგრე ნამდვილად. აბა არგუმენტი მითხარი, რატო არ არის ეგრე? იმიტომ მე შეიძლება უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ლამაზი სიტყვით არ ვამბობ. არა, აქ არ არის საჭირო ლამაზი და მაღალფარდოვანი სიტყვების საუბარი. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო. არ არის ეს მეოთხე ინსტანციის სასამართლო. გამოიტანოს დასკვნა. მას არ შეუძლია მე მინისტრთა კაბინეტი აღასრულებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება. მაგალითად, კონკრეტული ქონება ეკუთვნის ერთს თუ ეკუთვნის მეორეს. მას შეუძლია მხოლოდ თქვას რა. პროცესი, რომელიც ამ კონვენციების გასახებაზე მიდიოდა, არის სამართლიანი. შეესაბამება კონვენციას. მე ხმუხლე გავარი. აბა რა. არა. მოუყურეთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ დამადროოთ და მომცეთ რამდენიმე წუთი. საინტერესოა. აი, მაგალითად, ზუსტად იგივე, რაც შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თქვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თქვას, რომ მაგალითად საკანონმდებლო ცვლილებები ხომ არ ზღუდავს მაგალითად საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას. ან მაგალითად მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას, ხო? ღირსების ხელშეუვალობას, ხო? ამ ნაწილში
ნაწილში აქვს შესაძლებლობა თუ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, პირს აქვს უფლება, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩიროს კონკრეტული გადაწყვეტილება, кейსი, ასე ვთქვათ და რომელიმე კონკრეტულ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით იდაოს. და ეს ქმედითი მექანიზმი ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა იმ წამებლური, სისტემური და სისტემატიური წამებლური რეჟიმის შემქმნელი იმ ძალისგან და უბედურებისგან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა. მათ შორის თქვენს და ძალიან ბევრმა, ასობით ადამიანმა. და ბოლოს უკვე აი შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელმაც თქვა, რომ იმდენი ფაქტია უკვე საქართველოსთან მომავალი 2004-2012 წლებში, რომ უკვე ეს წამება ადამიანის, თანახმად მნიშვნელობა არის, რომ წამება და არავინ ადამიანის მოპყრობა, ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. არამედ მთელი სისტემა სისტემატიურად აწამებდა და ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ ტელავდა და ეს არის მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში. ცალკე საკითხი არის ქუჩაში სიცოცხლის უფლებების შეზღუდვა, ხალხმრთლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევა და ცალკე არის მაგალითად ქონებებთან დაკავშირებული. ამაზე საუბარი, უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან მიღებული გადაწყვეტილებები ქრისტემატიური გადაწყვეტილებებიც კი არის და ციტირებადი გადაწყვეტილებებია, როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო და არ უნდა მოიქცეს კონკრეტულ ადამიანს, საკუთარ მოქალაქეს. და ზუსტად ის რომ აბსოლუტურად კარდინალურად 180 გრადუსით არის შესრულებული ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა, ამიტომაც არის რომ ჯერ ერთი მიმართვიანობა სტრასბურგის სასამართლოში არის რადიკალურად შესრული, გაცილებით ნაკლები არის და ამავდროულადაც გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებში დარღვევების თაობაზეც ხომ მით უმეტეს შემცირებული. აი მაგალითად არის ხოლმე შემთხვევები, რომ მაგალითად დასაბუთების ნაწილში არასაკმარისი იყო და უკეთ უნდა ყოფილიყო დასაბუთება და მაგალითად შესაძლებელია რომ ფორმალურად დარღვევა იყო მესამე მუხლის ნაწილში. არც ერთი შემთხვევა თან მნიშვნელოვანი არის აქ რომ არც ერთ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს მაგალითად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით რომ იგი არის მიკერძოებულიო, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ არსებობს და ამავდროულად არც ერთხელ არ უთქვამს რომ დისკრიმინაციულად მოიქცა საქართველოში ან ხელისუფლების რომელიმე შტო. შესაბამისად თუ სადმე რომელიმე კონკრეტული შემთხვევა არის, მაგალითად იყო, აი უგულავას кейსი რომ ავიღოთ, ხო? მაგალითად იყო სტრასბურგის სასამართლოში არსებობდა ძველი ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის დროს და გასწორებული არის, რომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პირი იყოს წინასწარ პატიმრობაში გარეშე, ხო? დიახ. და ეს გასწორებულია როგორც სხვა საკანონმდებლო აქტებში, ისე კონსტიტუციის დონეზეც. ანუ ეს მუშა პროცესია. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება სულ ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს წესით და რიგით პასუხისმგებლიანი ხელისუფალის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი. ზუსტად ეს არის, რომ ჩვენთვისაც მთავარი არის ადამიანი და ადამიანიდან და მისი უფლებებიდან გამომდინარე შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ხო, ერთი ტექნიკური ხასიათის შეკითხვა ადვოკატები თვითონებენ ხშირად იმ ნიშამ აკრძალა მხარე აღარ არის დაზარალებული პროცესზე. თვითონებენ ამაზე რომ გვინდა რომ მხარე იყოს. ბატონო რატომ ამოფეხლა რაღაც არსებობს, იმიტომ რომ ზუსტად დღეს მაგალითად ერთ-ერთ ჩემ თანამშრომელს რომელიც ძალიან კარგი გოგონა არის, ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული, ხო, რა თქმა უნდა, მაგიტომ რომ რაღაც არსებობს, ხო, ეს საკითხი ზუსტად ეკითხვა დამისვა მანაც. ძალიან საინტერესო კონცეპტუალური საკითხია. და აქ მიდგომა არის, რომ კერძო ბრალდება უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს. ხო, თუ სახელმწიფო უნდა აიღოს თავის თავზე. ხო, თუ სახელმწიფო უნდა აიღოს სრულად და მათ შორის დაზარალებულის უფლებების დაცვას, რაც გავაკეთეთ მათ შორის, რომელსაც საუბრობდით, ქონებრივი თაღლითური ფინანსური დანაშაულების გამოძიების და შესაბამისად მე უკვე მასთან დაკავშირებული პირების ქონებების ჩამონთმების და დაზარალებულის გადაცემის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები ქონდა სულ ცოტა ხნის წინ, რომელიც ქმედითად მუშაობს. ეს არის ორი დიამეტრულად ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა, რომელზეც საუბარი ძალიან დიდხანს კონტინენტური და ისა. არა მხოლოდ და აქაც კონტინენტურში შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომები არსებობდეს კი. ჯერ ესე იგი არ გეგმება. რატომ მოხდა ხა ჩვენ ცხადია რომ პროკურატურას როგორც უნდა და ისე უნდა დაეტრიალებინა საქმე და ამ შემთხვევაში დაზარალებულის არსება გირგულიანის მაგალითად საერთოდ არ აწყობდათ რომ
არსებობდეს ესეთი ურჩი ასე თქვა დადარებული. 2009 წელს არსებული 2009 წელს არსებული ცვლილებები არის, რომელიც შეიცვალა, მაგრამ იმის შემდეგ დაზარალებული სუფლები, აი თუ ვნახავთ 2012 წლის შემდეგ როგორ იცვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და როგორი არის პრაქტიკაც, ჩემს მიერ ნათქვამი სულ რამდენიმე წუთის წინ ცვლილებების თაობაზე პირიქით ორიენტირებული არის დაზარალებული სუფლებების დაცვაზე. მათ შორის დაზარალებულსაც, რომელსაც შეიძლება არ კონდეს, რომ ყავდეს მაგალითად ადვოკატი. გამოხატვაზეც მინდა გითხოთ, ერთ-ერთი ცნობილი პრობლემა არის წონასწორობის შენარჩუნება, როცა სასწორის ერთ პირაზე გამოხატვის უფლება და მეორე პირაზე შეურაცხყოფა და ცილის წამება დღეს. ეს არის მოსამართლისთვის უდიდესი გადასაწყვეტი რამ. სხვადასხვა მიდგომებია სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში ხშირად გამოხატვის უფლებისკენ იხრებიან კონტინენტურ სამართალში. გაჩნდა რა შემთხვევაში? ხშირად უფრო ვიდრე კონტინენტურ სამართალში, ცხადია. ჩვენ ქონდა პრესის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, ჟურნალისტების და მედიის თუ ცილის წავებლის ესე ვიტყვი პოტენციური ჰიპოთეტიური ბოკერას კანონი, ნუ ამ თავს ვერ დაიცავდი ვერაფრით რა. ეხლა შეიცვალა ეს. რა მდგომარეობა გვაქვს ეხლა მით უმეტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულმა, ეხლა ახლად დაარსებულმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო. ეს საინტერესო მომენტია, რომ 2004 წელს ნაცნობ როცა მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი არა. რა კანონს მიიღო, ზუსტად ეს იყო სტუზე გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი მიიღეს, სადაც დიამეტრულად არის იყო პირდაპირ გაწერილი, რომ ადამიანმა თავი უნდა იმართლოს, რომ რაღაც არ ჩაუდენია, რაღაც არ გაუკეთებია. მაგრამ ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ. ეს სამოქალაქო ურთიერთობებში, რომ შენ თუ ვინმეს ჭყალებში ბრალსდებ, ანუ რაღაცის გაკეთებას დაკავშირებით ამბობ, საბუთი როგორც მინიმუმ ერთი მაინც უნდა დაამტკიცოს და რაც არ არსებობს ბუნებაში, ამის დამტკიცება ურთულესია. ეს არის ერთი საკითხი. მეორე არის უკვე შეურაცხყოფა, რაც თქვენ ბრძანეთ. ყველაზე მკაფიო ზღვარი რაც შეიძლება გადიოდეს ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ სხვათა უფლებების დაცვას შორის, თან თუ ნახავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მე-17 მუხლის მესამე პუნქტია თუ სწორად მახსოვს, გამოხატვის თავისუფლება ეს არ არის აბსოლუტური უფლება. მისი შეზღუდვა შესაძლებელია მათ შორის სხვათა უფლებების დასაცავად. ხა რას გულისხმობა ამ ყველაფერში, რომ თუ პირი, რა ვიცი, შეურაცხყოფს ერთი მეორეს, ეს არ არის თმენის ვალდებულება როგორც ასეთი აღებული და რამდენად არსებობს ეგ ბუნებაში კიდევ ცალკე სამჯერო საკითხია, მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მილაძე საქართველოს წინააღმდეგ. ვინ არის ეს მილაძე? მილაძე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აგინა ყველას და ყველაფერს. აი არ დაუტოვებია არაფერი და არავინ რომ არ შეეგინებინა. მათ შორის ამ ყველაფერს უსმენენ ბავშვები და სტრასბურგის სასამართლომ ძალიან საინტერესო მსჯელობას გაუსვა ხაზზე და დაეთანხმა საქართველოს პოზიციას. პირდაპირ 73 პუნქტში აქვს ნამჯერი, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასამართლოების მსჯელობას, რომელიც დაეყრდნეს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას და კაფიო ზღვარი არის გავლებული, რა არის შეურაცხყოფელი განცხადებები და რა არის საკუთარი პოზიციის აქტიურად დაფიქსირება. თუნდაც. და რაც მთავარია, ამისი პრაქტიკა საქართველოში არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწება და ამავდროულად მიდგომა არ უნდა იყოს ისევ და ისევ დისკრიმინაციული, რასაც არ ვაპირებთ კიდეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ, რომ არ იყოს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არც ერთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში მიღებული. არა მხოლოდ ეს ერთი ნაწილი როგორც ასეთი და მეორე მიდგომა ყველა კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზეა, რა პროფესიის არის და თქვათ რა მიზანსწრაფები და სურვილები აქვს ცხოვრებაში ზოგადად. უბრალოდ უშუალოდ მე ხება, იმიტომ რომ მე გამოვიჩევი იმით, რომ უკვე ხარ ლექციები ნაცებს. ეგ ხიბლი აქვს ჩვენს სამდიდაკოს და ეხლა რო უყურებ, მე რაღაცა მთელი რიგი მომენტებისგან თავშეკავება მომიწევს და გული მეთანაღრება. ერთია, თქვენ გაქვთ აბსოლუტური უფლება, რომ თქვენი კრიტიკული აზრი კრიტიკულად, მათ შორის მძაფრად კრიტიკულად დააფიქსიროთ. ეხლა ვეღარ შევაგინო. გინება საჯარო სივრცეში არ არის მიზანშეწონილი და თან სტრასბურგის სასამართლომ ერთ საინტერესო ნაწილს გაუსვა ხაზი, რომ განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, სადაც ხელმისაწვდომობა არასრულწლოვნების არის განსაკუთრებით უფრო მაღალი, არ შეიძლება განსაკუთრებით ამ სივრცეში, იმიტომ რომ მაგალითად საჯარო სივრცეს თუ ავიღებ, მაგალითად ქუჩას შესაძლებელია სულ რამდენიმე ადამიანი რომ მოისმინოს ეს თქვათ ბილსიტყვაობა, ხოლო
სოციალურ ქსელებში ეს ყველაფერი რჩება თან წამიერად შესაძლებელია რომ გავრცელდეს და მოკლედ მოცულობა იყოს ძალიან დიდი. კი ბატონო, ეს საჯარო სივრცეში რო გინევა დაიწყოს ხულიგნობა ადმინისტრაციული დამართალი, იგივეა ზუსტად არაფერი. და ზუსტად მაგ მუხლებით მიმდინარეობს ახლა ადმინისტრაციული წარმოებები არაფერი განსხვავებული. კი, და ნახოთ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. მე საერთოდ ზოგადად მომწონს რომ თუ შემცირდება ეს ესკალაცია თუნდაც. ერთი გზა მომაფიქრდა რომ ფსიქო უნდა დააწერინონ ნაცებმა თავიანთ ნაცმა ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა. ფსიქიატრებში ძალიან ბევრი ნაციც არის. ხო და რომ დაწერონო შეურაცხადია, ხო, მაშინ სასამართლო აღარ დააჯარიმებს. შესაძლებელია, მაგრამ ყალბიცნობის გაცემა საერთოდ არა, რა ყალბი რო უყურებ იმათ. მე არ პროფესიონალი. მე არ შევალ სხვა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში. ხო, ესეც მესმის, მე შევალ თქვენს მაგივრად და არა, სხვათა შორის დაიწერა რამდენჯერმე რომ აქტიური მონაწილეები იგივე 4 ოქტომბრის და თვითონვე მიმართავდნენ ფსიქიატრებს და იზარდნენ რომ შეურაცხადებოდა და არ დამიჭირდა. თუ იყო ეგეთი შემთხვევები და საერთაშორის გირაოდ შეუყარდეს. კამოს მაგალითით შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ კამოს მაგალითით შეგვიძლია კამო ძალიან სერიოზული კაცი იყო. არა, ესენი კამოები არა, მაგრამ ნუ ცდელობა იმისა რომ საკუთარ სიცილსამართლეურ პასუხისმგებლობას გაექცე, მაგრამ ერთი არის რომ გაქცევის ცდელობა და მეორე არის რეალობა. რეალობას ვერავინ ვერ გაექცევა, როგორც არ უნდა მოწეს. სამწუხაროდ კიდე რა არის, ერთი ბოლო კითხვა რომ თელ ქართული ოცნების ყველაზე მთავარი გადაულახავი პრობლემა და ნაკლის არის ოპოზიციის არარსებობა. აი ეს არის თელი პრობლემა რა. ოღონდ თქვენ ხარ თქვენ ბრალი კი არ არის. შეუძლებელია. პირიქით არის, ნახეთ, ჩვენი სურვილი რა არის? არაერთხელ გვითხოვს. მათ შორის და განსაკუთრებით ხაზი არაერთხელ გაუსვამს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, რომ უმნიშვნელოვანესია განსხვავებული აზრი, უმნიშვნელოვანესია ოპოზიციის არსებობა და ის ძალები, რომლებიც ეხლა მხარეს განან, ეს ოპოზიცია არ არის. ესენი შეიძლება შევთვალოთ, რომ ქვეყნის ოპოზიციაში არიან, რომელთაც აი არავითარი ნატამალი არ გააჩნიათ ქვეყნის სიყვარულის თუ კონსტიტუციური საწყისების და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათი საქმიანობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და რეალურ ოპოზიციას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კონკრეტული მდგომარეობა, სოციალური პირობები, ან ქვეყნის განვითარების სხვადასხვა გზები. ჩვენცაც მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრი რა თქმა უნდა მოვისმინოთ და რეალობად იყოს რომ აი მარტივი რაღაც რომ თქვა აი უმარტივესი რომ კონკრეტული თქვა რაღაც საკანონმდებლო ჩანაწერი არ ვარგა. კარგი, გავიგეთ რომ არ ვარგა, მაგრამ უკეთესი როგორია? არა, ადეკვატურად საუბარია, შეუძლია. სამწუხარო მოვლენა არის ეგ. ჩვენცაც მნიშვნელოვანია რომ მოდი ვიკამათოთ, აზრები გავცვალოთ და მივიდეთ საბოლოო ამ კონსენსუსი კონდეს მაგრამ თავარი აქ არის რომ რა არის შენი მიზანი? შენი მიზანი თუ არის რომ რეალურად იქნება საკანონმდებლო სივრცე პოლიტიკის თუ აღსრულების სხვადასხვა საკითხების დახვეწა, რა თქმა უნდა უკვე შესაძლებელია საუბარი. მაგრამ შენი მიზანი თუ ის არის რომ განმართველობა დაამყარო ამ ქვეყანაში და წამებულ რეჟიმი დააბრუნო, მაშინ აქ უბრალოდ ლაპარაკი შეუძლებელია. ხო, მართალია. აი ხა ეს რო არის რუსთავის ყოფილი დირექტორი ნიკოლოზი აქვია რაგვარია მართლა დამავიწყდა იმის ბარ რაღაცა კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში თუ იმ კაცს ალბათ გვარამიას გულს ბატონი გვარამია ხო ნუ ვიხუმრობ რომ ვითომ დამავიწყდა კარგი ეს წერდა ეგეთ რაღაცას რომ დააჯარიმეს მეც ვითომ გახსენე და ეს დაიჭირეს კი დააჯარიმეს ერთ-ერთი მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის წარმოქმნა და აღშფოთებული იყო რომ მე არ ვთვლი თავს შეურაცხყოფილად და ისეთი რაღაცა უთხრა და თუ არ ვთვლის თავს შეურაცხყოფილად აკეთი საკითხი არის რომ კარგია ხო ობიექტური აქმედობა არის აქ მთავარი რომ ნებისმიერი ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისათვის ეს იქნებოდა თუ არა შეურაცხყოფელი და კონკრეტულ ადამიანს შესაძლებელია განსხვავებული შეხედულებები კონდეს და მათ შორის თვითშეფასებაც კი და ჩვენ თვითშეფასებაში რა თქმა უნდა ვერ შევართ. ნუ მე მგონი ეს საკითხი დალაგდება. თუ არ დალაგდება და დალაგდება სხვანაირად. ბატონი არჩილ გორდულაძე იყო ჩვენი გაცემის თუ რეგულარის მადლობა ბატონ არჩილ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ გოგა ხაინდრავას ველით სულ ცოტა ხანში. გოგი ხაინდრავა ჩვენთან სტუმრად, გოგი ჩვენი სტუმარი არ არის, შეიძლება უკვე ითქვას, ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან საინტერესო ინიციატივა ესეთი მინდა კალკით ვისარგებლო შაბლონით აქვს ფორმულას წინააღმდეგ. მოდი თავიდან ბოლომდე მოვყვეთ შევახსენოთ ადამიანებს
არსი რა შედავები. რამდენი წლის წინ გამოაქვეყნეს ეს ინფორმაცია მაგათ? 17 იანვარს. 17 იანვარს გამოაქვეყნეს. მათი იდიოტიზმის ფონზე უფრო იდიოტური რამაც კი, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად გოგასაც დაძდეს ბრალი სიგიჟეში. აბსოლუტურად. არა, ეს არ არის შეტევა ჩემზე რა, არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავარკვიო და საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს. ეს არის გაგრძელება, უბრალოდ ეს არის, ასე ვთქვათ, ის გზა, რომელმაც მიიყვანა აი ბოლო რეზოლუციამდე ევროკავშირი. ეს ყველაფერი ერთი, ასე ვთქვათ, ოთახიდან გამოსული ამბავია. ეხლა შენ წარმოიდგინე რა, ეხლა ისე არის წარმოდგენილი, რომ თითქოს მე მაგ დავა ფორმულასთან. მე არაფერი დავა ფორმულასთან არ მაქვს, ფორმულას რას უნდა ვედავო. აქ არის საქმე იმაში, რომ ამ რეპორტაჟში, რომელშიც გამოიყვანეს ვიღაც დაბლარული ტიპი, რომელიც ლაპარაკობდა, რომ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების მინისტრი ჩართეულია და აღშფოთებული არის იმით, რომ მე და სუსის თანამშრომლები და ბუნებრივია საზღვის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები თითო ადამიანზე $2000 გადახდით საერთო ჯამში საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შემოვიყვანეთ 2000 კაცი. ამაში ავიღეთ 4 მე ვარ საბაბი, რომ დაარტყან თავრობას. გავდი, მაგრამ შენ რატო გამოგიგონეს? ეხლა შენმა მტერმაც კი უნდა იცოდეს, რომ შენ უბრალოდ არ შეიძლება რომ გაგიგო. არა, ჯერ ეს ერთი ისე როგორი რამე, ეს ხო ყველაფერი იმისთვის კეთდება, რისთვის კეთდება, ვიცით ხო, ეს არის დიდი გეგმა, რომლის მიხედვითაც ცდილობენ შეარყიონ ქართული ოცნების ხელისუფლება. ამიტომ არჩეულიც ნახე ვინ არის, ყოფილები. ხო. ყოფილები აერჩიეს, კვირიკაშვილი, მღებრიშვილი. აბა, გიორგი კვირიკაშვილი. აბა, მღებრიშვილი და გომელაური. იქნებ რამე წამოწდნენ ამა, ხო ესენი ხო ყოფილები არიან, ნაწყენები უნდა იყონ, წესით, ამათი ჭკუით, გაგებით, გაიგე? ეს როგორი მზაკრული გეგმა, ნუ ეხა უპრიმიტიულეს ეხა რაც კეზერაშვილია, ვინც ეს ეხა იცი როგორი რამე, აქ არის მთავარი, რომ მე აი ფორმულა, მაუწყებ, არანაირი მაუწყებლობა ეგ არ არის. ამ დაწესებელების უკან დგას ძებნილი კრიმინალი, ქართული ჯარის მძარცველი. ყაჩაღი კეზერაშვილი, რომლის დაფინანსებით არსებობს ეს დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ცილისწამება და სიცრუის გავრცელება, ხო? აი ამათთან მაქვს საქმე, მაგრამ ისევ ვიმეორებ, აქ დარტყმა ჩემზე კი არის. უბრალოდ მე ხა საზოგადოებაში ცნობილი პიროვნება, ქართული ოცნების პროპაგანდისტი, რაში გამოიხატება ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მაგას თავი დავანებო. ხო რო აი და აი ვითომ მე მაქვს, მე არანაირი დავა არ მაქვს ფორმულასთან. მე მაქვს დავა, კანო მე პირველი რაც ვითხოვე, რომ მე ვთხარი სუს მიმართე და პროკურატურა, უпроსტოდ ჩემ ადვოკატებმა მიმართეს და თქვეს რომ იქნება გაარკვიოთ. ეს არის უმძიმესი დანაშაული. უმძიმესი. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული არიან, ეს არის სახელმწიფოს ღალატი, მე რომ მკითხო. ესე იგი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი რატო შევიტანე სარჩელი მე? იმისთვის რომ შედგეს სასამართლო, სადაც მე უკვე მოსამართლეს ერთხელ მიმართე ამით და გავაგრძელებ ამას და საზოგადოებასაც მიმართავ, საქართველოს პარლამენტს მიმართავ, ქართულ საზოგადოებას მიმართავ, რომ წარმოიდგინე რა ვითარებაა, ხო, დღეს არსებული კანონმდებლობით, ხო? სამოქალაქო დავაში არის ეს, რომ ფორმულა მე ბრალს მდებს პრაქტიკულად სახელმწიფო ღალატში, იმიტომ რომ ის ქმედება, რომელიც არა მარტო მე, არამედ სუს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს და საპირწონეთ რა არის, იცი სასამართლოში ბოდიში. ესე იგი მე 15 წელი მელოდება დაახლოებით, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, თუ ეს დანაშაული აღმოჩნდა ჩემს მიერ ჩადენილი და თუ ეს არის ცილისწამება და ტყვილი, იმათმა უნდა მოიხადოს ბოდიში და თუმცა მან ცისხლში გადავიდა, ხო? არა, ეხლა სხვა, იმიტომ მიმართე რომ მეთქი გამარკვიეთ, ეს რას ნიშნავს? როგორ არის ეს, რომ რახან მედია ქვია, ამიტომ მათ უფლება აქვთ, რომ მე ნებისმიერ ადამიანს ცილი დასწამონ სახელმწიფო ღალატში,
მოსდონ ეს თელ ქვეყანას, იქ დაიწეროს რადიო თავისუფლება ჩაერთო, TV პირველი 1000 ისენი ყველამ გაავრცელა ესა, ხო? ისე ჩემ გარჩემო, ჩემი ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები ამ ქალაქში ცხოვრობს 70 წელიწად, ჩემი შვილები ყველა მიცის, რომ მე ბრალი დამდეს აი ესეთი სახელმწიფოს ღალატში. და ისე ვიმეორებ, მე ვეკითხები პარლამენტს, ერთი გამაგებინეთ რა, ეს თუ დადასტურდა, რომ მსგავსი დანაშაული არის ჩადენილი. ამაზე არის უმძიმესი დანაშაული, ხო? სასჯელი თუ დანასტურდა, რომ ეს არის ცილისწამება. იმაზე მარტო ბოდიშია? ეგ არის სამართლიანობა. ეგ არის საპირწო. ამიტომ არის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც გაარკვევს ან ჩემ დანაშაულს, ან ამ დაწესებულების დანაშაულს. და რაც თავარია, ეს ის რო აქვთ მოგონილი, რომ წყარო რაღაცა არ შეიძლება. დაბლარულია წყარო. ხო, არ შეიძლება. ის წყარო არ არის, ის არის დამსვენი. როგორ არის წყარო? წყარო? დამსვენი, ან მართალს იძახის და ამიტომ ვალდებულია, რომ დეზავუირება მოახდინოს. ვალდებულია, რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. ვალდებულია, იმიტომ რომ არის სახელმწიფო დანაშაულზე ლაპარაკი, შალვა. მასობრივად უკონტროლოთ სახელმწიფო დანაშაული არის ჩადენილი. უმაღლეს შენ გესმის, რომ სუსი შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა ამ დანაშაულში და გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის ის შინაგან საქმეთა მინისტრი ამ საკითხზე საუბრობდნენ იმის თანდასწრებით იმ ადამიანის, ვინც ეს გამოიტანა ეს ინფორმაცია და დარდობდნენ, რომ აი ხაინდრავამ გააფეთქა ეს ქვეყანა თავისი დანაშაულებრივი ქმედებით, მაგრამ ზომა არ მიიღეს არაფერი. ეს ლაპარაკად დარჩა მათ შორის. ეს უბრალოდ იმის პატრონი, აზროვნების პატრონი უნდა იყო კეზერაშვილი და თარგამაძე, რასაც წარმოადგენენ, რომ ესეთი ტიპის ინფორმაცია გაავრცელო. და ისეთი უდანაშაულობის შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ რასაც გინდა ვიტყვი, რასაც მინდა ცილს დავწამებ, რა ტყილსაც მინდა ვიტყვი და ამაზე არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე მიცავს საერთაშორისო სამართალი, მას იცავს ევროკავშირი. და ამაზე ცალკე გადავიდეთ. ევროკავშირი, რომელიც უკანასკნელი რეზოლუციით საქართველოს მიმართ დაადასტურა, რომ იქ არის ფაშიზმი. იქ დაიბადა ფაშიზმი. აი ამ დეგრადაციამ, აბსოლუტურმა დეგრადაციამ, ამ ღირებულებების სრულმა დაკარგვამ მიიყვანა იქამდე ეს ევროპა, ევროკავშირს გულისხმობს. სადამდეც ეს თავის დროზე ევროპა მივიდა 30-იან წლებში, როდესაც იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და გერმანიაში დაიბადა და ჩამოყალიბდა ფაშიზმი, რომელიც ზუსტად იგივე გზით მიდიოდა. ანუ რა, სეგრეგაცია და ერების, ასე ვთქვათ, დახარისხება, პირველ ხარისხოვანი ერები, მეორე ხარისხოვანი ერები, მერე ყვითელი ვარსკვლავები გაჩნდა, რომელსაც ებრაელებს და მივიდნენ გაზის ღუმელებამდე რა. აი ზუსტად იგივე გზაზე დგას დღეს ევროკავშირი. ის რეზოლუცია, რომელიც არის მიღება, რომელიც არის შედეგი, თქვა 17 იანვარი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ის აგურია იმ კედელში, რომელსაც ესენი აშენებენ ცივილიზაციასა და ფაშიზმს. აი ზუსტად იქამდე მივიდა რა. ეგ ამის გაგრძელებაა. იქ მივიდნენ. იქ არის სეგრეგაციაზე ლაპარაკი. საქართველოსდან ევროპაში შეიძლება დადიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურში დგანან. მანდ მაგითი აგენტურა და ვინ? სტუდენტები, რომელსაც გარყნით მოვამზადეთ და ისე გამოუშვებთ უკან, ხო? მეტი არავინ, ექიმები, არქიტექტორები, არქეოლოგები, გეოლოგები, არა, აი ეს ორი კატეგორია მარტო, ესე იგი საზოგადოების სეგრეგაცია მიდის და ამავდროულად გამოდის იმისი გაფართოების კომისარი და იძახის, რომ ჩვენ კი მივიღებთ იქ ზოგიერთ ქვეყნებს, მაგრამ ხმის უფლება არ ექნება. მონის სტატუსით მივიღებთ, ხო, გესმის შენ. ეს არის ფაშიზმის პირველი საფეხური, თან გაცხადებულის. მე როდესაც ვიძახდი, რომ ეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, მინდა გითხრა უფრო ღრმად წავიდე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ყოველ შემთხვევაში გაცხადებულად ამის შესახებ არ ლაპარაკობდა. ეხლა იქ რა კეთდებოდა სხვა საქმეა, რამდენად თავისუფალი იყვნენ რესპუბლიკები, მე და შენ იმ დროს მოვესარით, მე 33 წლის ვიყავი. ეს უბედურება რო დაინგრა. საბჭოთა კავშირი ასაკი ხარჯებოდა ოღონდ. ხო, აქ მშენებლობა მიდიოდა ინდუსტრიული. ეხლა ისინი სადდებენ ეხლა სხვა საქმე, ხო, მაგრამ იქამდე რომ ამის დეკლარირება გაეკეთებინათ. მაგათ ერთი რამე ავიწყდებათ, მაგათ ხარდამჭერებს აქა, აი ამ
ზბროც რა, რომელიც აი ამის გარშემო არის გაერთიანებული, რომ უნდა დაისაჯოს ქართული საზოგადოება, რაყი კანდელაკები, მანდელაკები, გიჟგვანენ სალომე სამადაშვილი. ყველაზე ღატაკი ქვეყანა არის საქართველო, სამადაშვილმა. რანაირად? საქართველო არის ყველაზე ღატაკი ქვეყანაო, წარმოიდგინე რა. ესე იგი რას ლაპარაკობენ, რას ჩადიან, რას ცდილობენ, რომ ეს დაგელიჯონ ეს ყველა. ოღონდ თვითონ ხელისუფლებაში მოვიდნენ და დამწვარა და გაბუგო. ხო, ამას მოუწოდებენ ევროპე. იუნკევიჩიანი წარმოიდგინე. ეს დამსმენი საბჭოთა იმის პარტიის გორბაჩოვის პარტიის წევრი. მარტა კოსი დამსმენი საბჭოთა მაგის სამშობლოში გამოქვეყნებულია მასალები, ჩემი თვალით მაქვს ნანახი და წაკითხული, რომ ეგ იყო საბჭოთა უშიშროების დამსმენი, წარმოიდგინე. კაია კალასებზე და იმეებზე აღარ ვლავ. შეგასახა გესმის ვისთანა გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი არის ერთი. შალვა არ გეგონოს, რომ ეს ცალ-ცალკეა. ამ ფორმულა, TV პირველი, ამასაც გაქცეული კრიმინალი ყოველ შემთხვევაში სავარაუდო ჯერჯერობით სასამართლო არ შემდგარა და არ მიუჟიათ, მაგრამ ბრალდებული არის კრიმინალში, უმძიმეში. ეს ერაშვილი მეორე TV პირველს აფინანსეს ხაზარაძე, რომელიც ასევე გაქცეული. განაჩენი დამდგარია. განაჩენი არის? დამდგარია უზენაეს სასამართლომ. განაჩენი დამდგარია, კაცო. შენ წარმოიდგინე ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, მალტა ინგლისში სახლი აქვს. ხო გესმის ამათ უკან ვინდგანან? რა ხდება, ხო? აი ამან მიიყვანა იქამდე სადამდეც არის ეს ევროპა მისული, როდესაც G7 ყველაზე წამყვანი სოფლიოს ქვეყნების ხელმძღვანელების ხედან და ტრამპი შემოდის და იძახეს მე ბოსი ვარო აქ თქვენ. დააგვიანანთან. ხო, გაიგე, მე თქვენი ბოსი ვარ და ისინი ყველანი დიახ ბოსი ხარ. და შენ წარმოიდგინე, ბოსი რისიბის თავისი საქმის თავის ქვეყნის ბოსი არ არის თუ ძმა ხარ. ეგ ნეტანიაჰუმ უთხრა ორი, ხო, იცი ის არ არის გასასვლელი და დავა იქით გაუბერეო რა. შენი შეთანხმებებითო, აგერ 19-ში უნდა შეხვედროდნენ ჟენევაში, ხელი უნდა მოეწერათ, ხო, იმაზე, რა ქვია, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე 11 ქალაქი დაბომბა. ხო, ისრაელი, ლიბანის 11 ქალაქი. და განუცხადეს კიდევაც, თქვენ რასაც მოაწერთ, ხელს იქ არ გაინტერესებს, რომ ჩვენ საქმეს გავაგზავნეთ ლიბანიდან, ჯარი არ გამოვა და ამავდროულად, ხო? ეგ არ არის კარგი. არა, ეგ კარგი კი არა, ეს კატასტროფაა, მაგრამ ეგ სხვა თემაა. მერაზე ეს აჩვენებს იმას, რამდენად დეგრადირებულია ეს საზოგადოება. ეს პორნოლიბერალური სამყარო მთლიანად სადამდე მივიდა. და მე დღეს ყველაზე მეტი მაინტერესებს ამ სტუდიიდან, სხვა სტუდიებიდან კიდე იქ ლაპარაკი რომ მიდის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ვაგრძელებთ, რას ვაგრძელებთ ამ ევროკავშირთან? ამ ფაშისტურ ორგანიზაციასთან. იმიტომ რომ მე ვამბობ, ეს ხო იცი ბულგაკოვს აქვს ნათქვამი, რომ ისინი ხელნაწერები არ იწვისო. ეს დარჩება, ამას ავაფარებთ სახეზე, აი ამ უკანასკნელ რეზოლუციას, იმიტომ აქამდე ხო იყო 540-მა ევროდეპუტატმა ხმა მისცა რეზოლუცია, სადაც ეწერა, რომ მოითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას სამონტყოფოში, მაშინ როდესაც 8 თვე უკვე სამონტყოფოში იწვა. ესე იგი ეს რაზე მეტყველებდა, რომ 540 ადამიანს არც კიც ჩაუხედია იმ რეზოლუციაში, ისე მისცა ხმა. ზუსტად იგივე ხდება ეხლაც. შენ წარმოიდგინე, სადამდეა დაცემული ეს უბედურება, ეს ჯოჯოხეთი, რომ იმისი, რა ქვია, რასა იუნკევიჩიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს არავინ არ კითხულობს, ისე აძლევენ ხმას. მხოლოდ იმ 157-მა კაცმა წაიკითხა, ვინ წინააღმდეგ მისცა. იმ დანარჩენებს არც წაუკითხიათ. ხო და აი ამ ვითარებაში არის დღეს ის სამყარო, რომელთანაც ჩვენ რაღაცა იქ მაგათთან ურთიერთობები და მომავალში გამოსწორდება 30 ვინ გამოსწორდება? მარტაკოს რა გამოასწორებს? რობერტა მეცოლას რა გამოასწორებს ბიჭო? ის არის, რა ქვია, სკანდალზე, ხო? კორუფციის ბუდეთ გადაიქცა იქაურობა, ხო? და აი ამ ზნედაკარგულ, დეგრადირებულ, გაფაშისტებულ ორგანიზაციასთან ჩვენ თურმე ურთიერთობები რაღაცა პერსპექტივა. რომ ჩვენ გავაგზელებთ იმ დღეს უსვენდი ერთ-ერთ ჩემგან პატივცემულ კაცს პარლამენტის წევრს, რომელიც ჩვენ ვაგზელებთ ურთიერთობას. ვისთან ვაგზელებთ ურთიერთობას? და ამერიკასთან რო სტრატეგიული მოკავშირეობაზე ვლაპარაკ დღემდე რო ჩვენ გვინდეს რა უნდა აღვადგინოთ? 30 წელიწადი ქონდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და რა იყო? არაფერი. ეხლაც გეტყვი, აგერ არის და გაჩვენებ ჩაგიგდებ მე თუ ვინმეს დაინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატების
დედაქალაქის მერი გამობძანდა თქვა რომ მე ვარ უაღრესად როგორ არის იცი იმისი რა ქვია რომ ვაშინგტონი არის ხო სიამაყით მინდა თქვაო რომ ვაშინგტონი არის ყველაზე გეი ქალაქიო მერი ლოს-ანჯელესი არა ვაშინგტონის მერი ქალბატონია გვარი დასახელებს თუდად ვიმახსოვრებ სამწუხაროდ გარეგნობისგან განსხვავებით გამოვიდა მე ვარ ამაყიო რომ განვაცხადოთ სიამაყით ვაცხადებო რომ ვაშინგტონი არის ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი მისი მერის ასე ვთქვათ ხედვით არის ადრე სან-ფრანცისკო იყო ყველაზე გეი ქალაქი ხო და ეხლა მე მაინტერესებს რომ ამ გეი დედაქალაქთან ხო და ამ გეი დედაქალაქი არის ამ სახელმწიფოს დედაქალაქი ხო ეხლა იმას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ სახელმწიფოში რა ხდება რა განცხადებებს აკეთებს მისი პრეზიდენტი ხო რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა მეცო იმის რა ქვია იტალიის პრემიერ-მინისტრს რა რომ ჩემთან სურათის გადაღება უნდოდაო რა შემეხვეწებოდაო მე კი არ მინდოდაო რა მაგასთან რა სურათის გადაღება მაგრამ ბოლოს შემეცოდაო ვიზიტი შეწყვიტეს ვიზიტი იგეგმებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკაში გამოვიდა და თქვა მე იქ არ ჩავალო და ეს მეცელა გამოვიდა თქვა რომ იტყუებაო არაფერი მსგავსი არ ყოფილაო და იტალიასო და იტალიის პრემიერ-მინისტრს არაფერი სათხოვარი არა აქვს არავისიო სახვეწი მით უმეტეს ხო ცოტა ექსპრესიული ქალია სხვა შორის არა ექსპრესიული ქალია მაგრამ იტალია ბოლო კადრი ვნახე ტრამპთან როგორ იქცეოდა და როგორ უყურებდა. კი, მაგრამ ეგ სხვა საქმეა, რომ იტალია არა, ეს ქალია და ის გამოხატავს იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ხარ, კაცი ხარ, ხო? და რაღაცა არის, რაც უნდა თქვა და რაც უნდა და ბოლოს დღეს განაცხადა, რომ აი ამ იმის ომის იმასთან ირანთან ომის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ხელისუფლება, ჩემი ძალაუფლება უსაზღროაა. პირიქით ნამდვილად. უსაზღროა რომ ჩემი მე უსაზღროა ჩემი და მე თქვენი ბოსი ვარ. შენ გესმის აი ამ შაპიტოს, აი ამ პოლიტიკურ შაპიტოს რა. აი სირცხვილად ქცეულს, ამას ხომ მთელი მსოფლიო უყურებს, ხო? კი. ეს არის შაპიტო. ეხლა ის რაც ხდებოდა იქ G7-ზე რისთვის შეიკრიბენ ერთხო არ იცი რა ხო და აი ჩვენ ესე იგი მთელი ჩვენი საზოგადო ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდება ეთერებში. რომ ქართულ საზოგადოებას მიეწოდება სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სოფლიოში. ეს არის პოლიტიკური შაპიტო დღეს რაც ხდება იქ. G7, ჯერ ეს ერთი G7 რატო არის 9 თუს ხედან ერთად. ეგეც საკითხავია, ხო? ხო, მაგრამ ეგ დეკადანსია, დასავლეთის დეკადანსია არის სახეზე. პირდაპირ ჩინეთის გამარჯვებას უყურებ ჩვენ. ჩინეთის გამარჯვება. არა, მარტო ჩინეთის არა, შენ წარმოიდგინე. კიდე ერთი რამე, ნუ აი სასწაული ხა წარმოიდგინე ზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს მსოფლიოში პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის თავს განდის, ასე ვთქვათ, შთამომავლად თulis და რაბინდრანათ თაგორის და შემდეგ და ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი ტრიალდება და იზახებს, რომ ეს არის მკვლელიო. საშინელი მკვლელი არის ეს კაციო. ნუ აი ხა რაზე უნდა ვილაპარაკო ჩალვა ხო შენ გესმის შენ რომ ესე იგი თუ რამე იყო წესი თუ რამე იყო ზნე თუ რამე იყო რაღაცა დიპლომატია თუ რამე იყო სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ფეხქვეშ არის გათვლილი არის ეგეთი ლიბერია რომელიც თავიდან ბოლომდე აფრიკის კონტინენტზე შექმნეს ამერიკელების პროექტია და არის თავიდან ბოლომდე გამსჭვალული ინგლისურით ენით ანუ სახელმწიფო ენაც ხო ინგლისურია და ინგლისურად მიმდინარეობს სწავლა განათლება ლიბერიაში და იყო პრეზიდენტი ჩასულა რა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად ხო რა კარგად ვსვდენია ინგლისური ხო და ჩვენო და მე რას ვიზახი იცი როგორი ვითარება იცი რომ აი ამ ფონზე აი ამ სრული დეგრადაციის დეკადანსის როგორც შენი დეგრადაციის აი გადაგვარების ფონზე ხო აი ამის არის ერთი პატარა ქვეყანა საქართველო და ქართული საზოგადოება რომელსაც აღაღორძინა თავის სახელმწიფო და უძლებს ამ შეტევას. აღორძინა ღირსება, აღორძინა დემოკრატია, აღორძინა სუვერენიტეტი თავის ქვეყნის და ამას იცავს ყველა დონეზე, ყველასთან ყველგან. და ესეთი განვითარება როგორიც დღეს, მე ბუნებრივია რომ არ მინდა არავინ რომ მე რაღაც აქ ქება დიდებაზე ვარ გადა. მე მესმის რომ პრობლემებია. აგერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა რომ 260,000 კაცი ზღვარს ქვემოთ არის სიღარიბის და შემდეგ პრობლემები ამ ქვეყანაში კიდე ბევრია, მაგრამ სვლა
და გეზი და რაც თავარია ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ქართველ კაცს ამ სახელმწიფოს მის ისტორიას არაერთხელ გაუძლია უარესი გაჭირვებისთვის ღირსების გამო. დღეს ღირსება, ბაირაღი ღირსების ესე მაღლა როგორც დღეს საქართველოს უჭირავს ღირსების ბაირაღი, დღეს სოფლიოში ეს ბაირაღი ესე მაღლა არავის იმ პრობლემებთან ერთად რომელიც არის და ამ პრობლემებსაც დავძლებთ აუცილებლად. თუ ეს გვაქვს. თუ ამ გზით ვივიდით, რა გზითაც ვივდივართ. დიდი მადლობა გოგა ხაინდრავა იყო ჩვენი განსაკუთრებით. ჩვენ მომავალ პარასკევს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს კარგად.